ხსმენიათ ღვინით აშენებული სახლის შესახებ. ერთი საუკუნის წინ ამ სახლის მშენებლობის დროს წყლის ნაცვლად ღვინო გამოიყენეს. ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. 1912 წელს თბილისის ყველაზე მდიდარმა ვაჭარმა მელიქ აზარიანცმა სახლის მშენებლობა გადაწყვიტა. ეს იყო სახლი საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგებით, საკუთარი გათბობის სისტემით, სატელეფონო ქსელით, სამხატვრო გალერეით და საკუთარი კინოთეატრითაც კი. როგორ დაიწყო მშენებლობა? მე-20 საუკუნის დასაწყისში აზარიანცი ერთადერთი მოსახლე იყო, რომელსაც საკუთარი წყალგაყვანილობის სისტემა ჰქონდა. როგორც ამბობენ, მას მთავრობამ წყლის გადასახადი გაუძვირა, რის გამოც აზარიანცმა მშენებლობისთვის წყალზე უარი თქვა. ამ პერიოდში ღვინო იაფიღირდა, ამიტომ მან გლეხებისგან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა და სახლის მშენებლობისას წყლის ნაცვლად ღვინო გამოიყენა. მალევე აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლად იქცა. ყველაზე საინტერესო მიწისქვეშა სარდაფები და გვირაბებია, რომლებიც ამჟამად დალუქულია. სწორედ აქ ინახავდა აზარიანცი ძვირფასეულობას. დიდარი ვაჭრის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მას მთელი ქონება ჩამოართვეს და საკუთარ აშენებულ სახლში ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ. მან დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანის დაკრძალვის თანხა მეზობლებმა შეაგროვეს. რუბრიკის წარდგენია კომპანია. Follow. Storyline.